მოვისმინეთ ჩვენ დღეს იგავი უძღების შვილის შესახებ. ჩვენ ახლა დიდმარხვის წინა პერიოდში ვიმყოფებით. ეკლესია გვამზადებს ჩვენ აი ამ წმინდა დღეებისთვის, რომ ქრისტიანებმა წმინდად შეინახონ ეს წმინდა დღეები და შეხვდნენ აღდგომის სიხარულს, გამორჩეულს, განსაკუთრებულს მარხვით, ლოცვით, სინანულით. მარხვაში თავარი და აუცილებელია სინანული. ჩვენი დღევანდელი იგავი სწორედ აი ამ სათნოებას ეხება, სინანულს. იგავი ჩვენ გვეუბნება, რომ მეფეს ბატონს ყავდა ორი ძე, რა თქმა უნდა, უფროსი და უმცროსი. მამას უმცროსმა სთხოვა თავისი წილი მიეცა მისთვის. მისცა მან მამამ მას თავისი წილი, მან თავისი მონაგები აიღო, მამის სახლს დაშორდა, წავიდა უცხო ქვეყანაში, იქ თავისი ქონება მან გამოიყენა უხეიროდ, დაიწყო უზნეო ცხოვრება, ცოდვილი ცხოვრება, დადიოდა მეზავებში, თამაშობდა, ეწეოდა, ჩადიოდა ბევრ ცოდვებს, მის გარშემო მოიყარა თავი მისი ზნის ხალხმა. ეს ჭაბუკი თავის ვითომ ძმაკაცებმა გამოჭამეს, გამოწოვეს, ყველაფერი დააკარგვინეს, ბოლოს მიატოვეს, ასე დაბეჭავებული. მას შესამოსელიც შემოეზარცვა ტანზე, დახეული სამოსიაცვია, დაბებკილი და არის შიმშილი ამ მხარეში. თავადაც შიმშილობს, ფშიერია, ვერ შეულობს, რომ რაღაცა მიიღოს, შეჭამოს. მივა იმ მხარის ერთ-ერთ თავადთან, მას დაემონება, რომ მან რამე აჭამოს მას. აი ეს მისი ბატონი მას გაუშვებს ველზე, რომ ღორები ძოვოს. ღორებს მიაქციოს ყურადღება. და მაინც მშიერია. მას უნდა რომ იქნებ ღორები საჭმელი მაინც ჭამოს. მაგრამ მას არავინ არ აძლევს. მოეგება გონს ეს ჭაბუკი, მას შეეხება ღვთის მადლი. დაფიქრდება თუ სად იყო, რა მდგომარეობაში იყო, მამის სახლში იყო, როგორც მეფე ცხოვრობდა ისე, მას ყავდა მოახლეები, ჰქონდა დიდი ქონება, როგორ ჩავარდა აი ამ დღეში, როგორ მოშორდა მამისეულ სახლს, დაიწყო ურჩობა მამის მიმართ, ყველაფერი გააბნია და ახლა ის გულში ფიქრობს. მოდი ახლა ისე მე ავდგები წავალ მამაჩემთან, მას ჩავვარდები ფეხებში, თხოვ შენდობას, რომ მე აღარა ვარ, რომ შენი ძე ვიყო. როგორც მონა, ისე მომექეცი და ისე მიმიღე შენს სახლში. და მართლაც ეს ჭაბუკი ადგება, გაემართება ამისეული სახლისკენ. მამა ამ დროს
სახლშია, ის რა თქმა უნდა თავის შვილზე ფიქრობს, ზრუნავს, სად არის, რას აკეთებს, როგორ იქცევა, მასზე ვერ იღებს ამბავს, ვერ იგებს და დაინახავს, რომ ეს შვილი მასთან უკან ისე ბრუნდება. აი ესე ჩამოძენძილი, ჩამოზარცული, წავიდა სახლიდან, გაავსო ურმები ქონებით, გაიტანა, გაიყოლა რაღაცა ქონება და უკან მოდის სრულიად ცარიელი. დაბეჩავებული, ჩამომხმარი, დამჭკნარი, შესამოსელი მას აღარ აცვია, შემოზარცული აქვს, დახეული აცვია, მურიანი, ჭუჭყიანი და მამას მაშინვე გაუხარდება თავის შვილის დანახვა, როცა ის ჯერ ბანზია და ახედან უყურებს თავის შვილს, ჩამოვა დაბლა, გაიქცევა, რომ თავის შვილს ჩაეხუტოს და მოეხვიოს და მიიღოს. მართლაც მიდის მამა თავის ძესთან და იწყებს შვილი საუბარს. მამა, მე ვცოდე შენს წინაშე, დავაშავე, შემეშალა, მაპატიე და არა ვარ მე ღირს, რომ შენი შვილი ვიყო. და აი შვილი აღარ აგზელებს თავის საუბარს, მამა აღარ ასრულებინებს საუბარს, აჩერებს. საკმარისია. მე ვიცი შენ გულში რა ხდება, შენი გულისადელი საქმეებით დაამტკიცე, მოტრიალდი. ისე მე შენ როგორც შვილს, ისე მიგიღებ. იგივე პატივს მოგცემ კიდევ უფრო მეტს. გააცემს ბრძანებას, რომ თავის ძეს დაბანონ, გაასუფთავონ, ჩააცვან სუფთა შესამოსელი, ხელზე მას ბეჭედი, ანუ მეუფების ნიშანი მისცენ, შვილობის ნიშანი მისცენ, კვლავისევისე, ფეხზე ჩააცვან ხამლნი, შემოსონ, დააბარებს მსახურებს, რომ მათ დაყრან ნასუქი ხბო, რომ ეს ამბავი აღნიშნონ. მისი ძე ისე სახლში დაბრუნდა მამასთან და მას პატიებას თხოვა. და მართლაც ყველაფერი ასე მოხდებოდა. იგავი რომ აქ ვთავდებოდეს, დიდი ამბავია, ბუნებრივია მოთხრობილი, მაგრამ მაცხოვარი აგზელებს იგავის თქმას და ახლა ის საუბრობს თავისი აი ამ ბატონის უფროს ძეზე, ამ ამბავს გაიგებს ბატონის უფროსი შვილი, მისი ძმა, უფროსი ძმა და ის სამუშაოდან ბრუნდება სახლში. ეს პიროვნება დღემუდამ მამის ცნებას ასრულებს, ის დამორჩილებულია მამას, მას პატივს სცემს, პატივს მიაგებს, მისვე ნახში შრომობს და როცა ის მოდის სახლისკენ, მას ესმის ხმაური, სიხარული და განსხვავება. კითხულობს, რაშია საქმე, რა მოხდა? მე არაფერი გამიგია და რა ზეიმია ჩემი მამის და ჩემს სახლში. მას ეუბნებიან, რომ შენი ძმა, რომელიც დაიკარგა, არ ჩანდა, ყველას ეგონა მკვდარი, ის მოტრიალდა, მამას გაუხარდა მამაშენს და დაიწყო ამის გამო განსხვავება და დაპატეჟა ხალხი თავის დადიმზე. და აი აქ აი ამ უფროს ძმაში რაღაცა ხინჯი, მიწიერი, მზერა მიწიერი, მოთხოვნები მიწიერი ძლავრობს, ის ბრაზდება მამაზე, ბრაზდება თავის ძმაზე, ალბათ თავის თავზე, რომ უბედურია და რა დღეშია და სახლში აღარ შედის. მამა გამოხედავს თავის უფროს შვილს, რა თქმა უნდა ის მამას ისიც უყვარს, ბუნებრივია.
თავიზია და ეუბნება რომ შვილო რაშია საქმე რა დაგემართა და საყოდურობს უფროსი ძე მამას აი მამა მე მუდამ შენს გვერდში ვარ შენ გემორჩილები შენს საქმეებს ვასრულებ შენს ქონებას ვუფრთხილდები არაფერი ცნებას არ ვარღვევ და ერთხელ არ მოგიცია თხა რომ დამეკლა და ჩემს მეგობრებში მეზეიმა და მამა ეუბნება რომ შვილო ყველაფერი შენია რაც მომბადია დაკალე თუ გინდა დაპატეჟე ვინც გინდა მე ხო არ გიშლი შენ ამას შენ არ ქონდა მისი სურვილი რომ გექნა ასე და ახლა ეს უფროსი შვილი მამას დებს ბრალს ამაში თუმცა შენი სურვილი არ იყო რომ შენ მოგეწვია შენი მეგობრები მაგრამ შენი ძმა რომელიც მკვდარი იყო გაცოცხლდა მე და გენახა რა დღეში იყო რომ მოვიდა შეგეცოდებოდა შეგებრალებოდა მომსპარი იყო სრულიად და მე მამამ ისევ მივიღე ახლა ჩვენ ჭირდება ზეიმი სულიერი ზეიმი რომ შენი მკვდარი ზღვა ისე მოვიდა ჩვენს მამისეულ ჩვენს სახლში და აი იგავი აღსრულდება საოცარი ამბავია მოთხრობილი დღევანდელ იგავში და ჩვენ რაზე უნდა ვისაუბროთ მამის მოწყალებაზე თუ შვილის სინანულზე ალბათ ორივეზე თუმცა პატარა განმარტება მინდა წავიკითხო წმინდა მღვდელმთავარი ეგნეტესი თუ როგორ განმარტავს ის აი ამ ამბავს ძალიან მოკლედ უმცროსი ძე წმინდა მამათა განმარტებით შეიძლება იყოს მთელი დაცემული კაცთა მოდგმის და ყოველი ცოდვილი ადამიანის სახე ქონების უმცროსი ვაჟისთვის კუთვნილი ნაწილი არის ღვთის ნიჭები რომლებითაც აღსავსეა ყველა ადამიანი განსაკუთრებით ქრისტიანები ანუ ეს ჩვენი სახეა დაცემული ადამიანისა ღვთის ნიჭებიდან ყველაზე აღმატებულია გონება და გული განსაკუთრებით კი სულწმინდის მადლი რომელიც ყველა ქრისტიანს ეძლევა ქონების კუთვნილი ნაწილის სრულისამებრ გამოყენების მოთხოვნა მამისაგან არის ადამიანის მისწრაფება დაამხოს ღვთისადმი მორჩილება და მიყვეს საკუთარ გულის სიტყვებს და სურვილებს აი ჩვენშიც აი როგორ არის ეს ცხოვრება მოწყობილი ნახეთ ღმერთმა შენ ადამიანს მოგცა თავისუფალი ნება რომ შენი ნება მიმართო უფლისკენ თავისუფალი ხარ და უცბად ეშმაკი გასწავლის სრულ თავისუფლებას აი შენ თავისუფალი ხარ გეუბნება ეშმაკი და რაც გინდა ის გააკეთე სკოლაში თქვა ბავშვს ეუბნებიან რომ შენ ახლა თავისუფალი ხარ პიროვნება ხარ ამიტომ შენიშვნა არ მიიღო მასწავლებლისგან არ დაგარიგოს არავინ თუ სახში თქვა მშობელი რამეს გეტყვის დარეკე რაღაცა რომ შენზე ზემოქმედებენ ბავშვი ასე იზრდება რაღაცა აი ამ ცნობიერებით რომ ის რაღაცა განსაკუთრებულია გამორჩეულია სიამაყის რაღაცა ბოღჩა ესე იზრდება ბავშვი მას არავინ არ აძლევს შენიშვნას არც მასწავლებელი არც მშობელი თვითნებობით წამოიზრდება ამბობს მე ახლა თავისუფალი ადამიანი ვარ რაც მინდა იმას გავაკეთებ გავსინჯავ უკვე არის ყრმობის ასაკში გასინჯა ერთი ცოდვა
გასინჯა მეორე, გასინჯა მესამე, ну ის თავისუფალია, ასე ფიქრობს. არავის რჩევას არ იღებს, არც მშობლის, არც მოძღვრის, არც მასწავლებლის, არც უფროსის. დღევანდელი ცხოვრებას მას ეუბნება, მიდი, ისიამოვნე აქაური ცხოვრებით. გასინჯა ერთხელ ნარკოტიკი, ხანი მოვიდა სახლში 4 საათზე, გამთენიისას 5 საათზე. ხან ითამაშა, ხან წააგო, ხან მოიგო. მერე მიეზალა ხან ნარკოტიკს, ხან სასმელს, ხან სოდვას, ხან მრუშობას, ხან ხურდობას და გავიდა 1 დღე, 2, 3 და გაახილა თვალით არის 50 წლის. დახედა თურმე ცოლი გაქცევია, შვილები აღარ ნახულობენ, პირში კბილი აღარ აქვს, სამწუხაროდ. მას რომ მეგონა რომ თავისუფალი იყო, ნახა რომ არის ცოდვის მონა. როცა ადამიანი ემონება ცოდვას, ის არაა თავისუფალი. ეს ეშმაკის რეკლამაა, ტყუილია. ჩვენ გვატყუებს ამითი. აი შენ თავისუფალი ხარ, რაც გინდა ის ქენი. ადამიანი დილას იღვიძებს, კანკალებს. რაღაცა უნდა დალიოს, თორე მოკვდება. დაეძებს ერთ ჭიქა არახს, რომ დალიოს. და ნუ თუ იშობა დალია და გაბატიეთე პახმელიაზე გამოვიდაო, რო იცი, ესე გამოვიდა პახმელიაზე. და ისე თავის ტკივილი, ძვლების ტკივილი, ისე უნდა იშოვოს 2 ლარი, 3 ლარი, რომ რამე დალიოს. ან სხვა ადამიანი იღვიძებს დილას სამწუხაროდ, მე ხლა მას ვამბობ სიბრალული და არა განკითხვით. იღვიძებს ნახა რომ სახში ყველაფერი გაყიდული აქვს უკვე, ჯამი, ქვაბი, ჭიქა, თებში, სარაცხი მანქანა, ცოლი გაიქცა, შვილები არ ნახულობენ და იწყებს ფულის შოვნას. რომ ჩარიცხოს რაღაც აპარატზე, მოვიდეს შეტყობინება, წავიდეს, დაიწყოს მიწის თხრა ხის ძირებში, რომ რაღაცა მოიხმაროს. ეს საბრალო კაცი რა დღეშია, წარმოიდგინეთ, ვის ენდობა? იქ რა დახვდება, რა იცის? ნარკოტიკია, თაგვის წამალია, მაპატიე და ცურცლები ყრია ზემოდან. და ესე იგი ეს ისეთ დღეშია, სამწუხაროდ რომ ამას მერე იკეთებს, ამას იხმარს. და რა ემართება, ზოგი იღუპება, ზოგს ღვიძლი ეშლება, ზოგს რა. აბა რა იქნება? ნაგავში რო რაღაც იპოვიდე იმას შენ ვენაში გაიკეთებ, სამწუხაროდ. და ესაა თავისუფლება. აი ეშმაკმა როგორ მოგატყუა, ნახე? ბავშვობაში შენ გასწავლა ცრუ თავისუფლება, რაღაცა ილუზიაში გამყოფა, ჯერ ბავშვი მაინც იდას რო იზრდება ყეყეჩობს. ბუნება არის ადამიანისა, სიამაყე. და შენ კიდე უღვევებ აქ რაღაცებს ქვემოდან, მიდი, ყველაფერი გასინჯე. ამერიკის სული შეიცანი და ასაღარებუნები თქვა ბავშვს. და ეს ბრჭყვიალა ცხოვრება. თქვა ჩახვალ სადღაც იაპონიაში და ტოკიოში თუ მე ვიხავდება, ვერ ხვდებიან. ისინი გაანთებულია იქაურობა რაღაცეებით. რეკლამებით რაღაცებით, რომ ვერ ხვდები ღამე თუ დღე არის. და ეს ბრჭყვიალები რაღაცა გატყუებს და გავიდა შენი ცხოვრება. და ხარ შენ ცოდვაში, მონობაში ხარ. კაცი და ქალი თქვათ რომ ვერ ითმეს რომ არ იმრუშოს, ხა ჩვენ გარშემო ამდენია სამწუხაროდ. რამდენი ვართ აი ამას ჩვენ დამონებულები ცოდვებს.
რომელი ერთს აი რომელი ერთი უნდა ჩვენ ვთქვათ ეხლა ჩვენ სასმელი ვახსენეთ ნარკოტიკი ვახსენეთ რამდენია ეს ოდვა აი შენ რო იცი რომ კაცი ხარ ქალი ხარ და გეუნება მას ხო არის რომ არ განიკითხო არ განიკითხები და მაინც თუ ლაპარაკობ განიკითხო ლაპარაკობ და ამას ვერ ეჩვევი იცი თუ შენ სხვაზე არ ილაპარაკებ კიდევ გაიფრენ საზვერეებში და ცხონდები რატო არ შენ განიკითხავენ მაინც განიკითხავ ვინმე თქვათ მოგცემს რაღაცა შენიშნას და აბა მე შენახე თავის მართლება და რას ვკადრებ და რას მეოვნები და მე რო ქრისტიანი ვარ და შენ დაბადებოდი რო ვარიყავი მე შეშვებოდი მე ნახე რა ამბები ხდება ხოლმე და შენ აი რა უნდა ხნა მარტივად ღვთისმსება შეასრულე მაშინ ხარ თავისუფალი უფალი ვითხარ შენ თავზე რომ შენ შენს სხეულს და შენ თავს და შენს გულობას მართავ მაგრამ თუ ესე ვერაკეთებ ხარ დამონებული ცოდვას ჩვენ მასე ვარ დამონებულები ვარ ცოდებს და აი ეს ყრმა ბიჭი ამ დღეშია მამის თანხმობა ქონების გაცემაზე ასახავს ღვთის ნიჭების გამოყენების თავისუფლებას რაც ადამიანს აქვს თავისუფალი ნება რომლითაც ღმერთმა პატივისცა ადამიანს შორეული ქვეყანა ცოდვილი ცხოვრებაა რომელიც გვაშორებს ღმერთთან და გვაუცხოვებს მისგან ეს ბიჭი ხო წავიდა შორეულ ქვეყანაში ანუ ცოდვებში ჩაეფლო და ღმერთს დაშორდა ქონების გაფლანგვა არის გონების გულისა და სხეულის ძალების ამოწურვა განსაკუთრებით კი სულეწმინდის შეურაცხყოფა და საკუთარი თავისგან განდევნა ცოდვილი საქმეებით რო შენ ცოდავ შორდება სულეწმინდის მადლი უმცროსი ვაჟის სიხატაკე ეს არის სული სიცარიელე ცოდვილი ცხოვრებისგან წარმოშობილი შორეული ქვეყნის მუდმივი მკვიდრნი არიან ამ საუკუნის სოფლის მფლობელები დაცემული სულები მუდმივ დაცემაში ღვთისგან გაუცხოებაში მყოფნი ადამიანს ეს სურვილები რაც მოდის დემონისგან დემონი დაშორებულია ღმერთს ადამიანს სულ უხლართავს ქონებაში ფიზიკურ ქმედებაში აი თქვენ რამდენიც გითხოვთ აი მამაო მოვდიოდი და რაღაც ეკლესიაში ვერ მოვედი ძალა არ მეყო ვიღაც შემხვდა გაუხვე არ მოხვედი ეკლესიაში და ვეღარ შემოხვედი ეზოში დახვდა შენი კეთილის მსურველი ბჭყალებში აბა სახში რა ხდება ოჯახში როგორ ხართ სამსახურში რა ხდება აბა პოლიტიკაში რა ხდება აბა ეხლა ვინ არის ფეხბურთში რა ხდება და მოხვედი ტაძარში დღეხარ ეზოში და უცბად დაიწყო ზიარება წილვა გავიდა მორჩა აი ამ ეშმაკურმა სრახება შენ ვერ მიიყვანეს უფალთან ცოდვილი ემორჩილება მათ გავლენას უწმინდური ცხოველების კოლტი არის ცოდვილი აზრები და გრძნობები რომლებიც ცოდვილის სულში ტრიალებენ ძოვენ მის საძოვრებს ისინი ცოდვილი საქმიანობის გარდაუვალი შედეგია ამაოდ განეზრახავდა ადამიანი ამაზრებისა და შეგრძნებების ჩახშობას მათი ასრულებით ისინი ყველაზე დაუსრულებელია ადამიანისთვის შესაძლებელი ნებითი აზრებისა და ოცნებების ასრულებაც კი არ ანადგურებს მათ ანუ შეიძლება ვთქვათ შეცოდავ ეს აზრი მაინც კიდე მოგდის და ვთქვათ აი იფიქრე მოდი რა ერთხელ შევცოდო და მორჩება არ მორჩება აზრი და ეს მოდის შეშმაკისგან ის არ ძღება მხოლოდ ჭეშმარიტი სიკეთე შეიძლება იყოს მისთვის დამაკმაყოფილებელი სიცოცხლის მომცემი საზრდო საშინელია სულის სიცარიელე
რომელსაც ცოდვილი სიცოცხლე შობს. აუტანელია ტანჯვავნებითი, ცოდვილი ფიქრებისგან და გრძნობებისგან, როცა ისინი სულში ფუთფუთებენ, როგორც მატლები, როცა ისინი მათ დამორჩილებულ სულს აწვალებენ, სულს, რომელზეც ძალადობენ, არ თუ იშვიათად ცოდვილი, რომელიც იტანჯება სასტიკი ფიქრებით, ოცნებითა და აუსრულებელი სურვილებით. ხშირად იგი ხელყოფს თავის საკუთარ სიცოცხლეს, როგორც დროებიც, ისე მარადიულს. ნეტარია ის ცოდვილი, რომელიც ამ მძიმე ჟამს გონს მოეგება და გაიხსენებს ზეციური მამის უსაზრო სიყვარულს. გაიხსენებს განუზომელ სულიერ სიმდიდრეს, რომლითაც უხმობს ზეციური მამის სახლი წმინდა ეკლესია. ნეტარია ის ცოდვილი, რომელიც საკუთარი ცოდვით შეძრწუნებული მოინდომებს სინანულით განთავისუფლდეს დამთრგუნველი სიმძიმისაგან. სახარების იგავიდან ჩვენ ვსწავლობთ, რომ წარმატებული და ნაყოფიერი სინანულისთვის ადამიანის მხრიდან აუცილებელია საკუთარი ცოდვების ხედვა, მისი გაცნობიერება, მისი მონანიება და აღიარება და გამოსწორება. აი ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აღსარება უნდა იყოს გულწრფელი და სინანულით. მარტო თქმა საკმარისი არ არის. ხან თქვენ არც ამბობთ ხოლმე ცოდებს. მოძღვარი გეკითხება, აბა რა ქენია, უნდა ამოგაცალოს იმითი, რომ ეძახიან, აქვია ტყერტუჩათი იმისი, შენი სიტყვები. რაღაცა თქვა აღიარო. უნდა იყოს ეს გაცნობიერებული, უნდა იყოს აღიარებული და მონანიებული. თორე მარტო თქმა საკმარისი არ არის. დღეს ბევრი ამბობენ. აი მე გუშინ დავთვერი, მე გუშინ ვიმრუშე, ზოგი ამით ამაყობს. ეს არ მიეტევება თქმა მარტო საკმარისი არის, აუცილებელი სინანული და გამოსწორება. ღვთისკენ ასეთი გულის ნადებით მოქცეულს ვიდრე შორსღა იყო, ღმერთი ხედავს და უკვე ისწრაფვის მის შესახვედრად. ეხვევა ეამბორება მას თავისი მადლით. როგორც კი მონანულმა წარმოთქვა ცოდვის აღიარება, მოწყალე, უფალი, უბრძანებს, მონებს, საკურთხევლის მსახურებს და წმინდა ანგელოზებს შემოსონ იგი უბიწოების ნათელი სამოსით. ჩამოაცვან მას ხელზე ბეჭედი, განახლებული ერთიანობის მტკიცებულება მიწიერ და ზეციურ ეკლესიასთან. ფეხზე ჩააცვან, რათა მისი საქმიანობა დაცული იყოს სულიერი ეკლესიისგან, მტკიცე დადგენილებით. ასეთი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელს ქრისტეს მცემებით. სიყვარულის ქმედებების დასასრულს დაბრუნებული ვაჟისთვის სიყვარულის სუფრა იშლება, რისთვისაც მასუგი ხბო იკვლება. ამ ტრაპეზით აღინიშნება საეკლესიო ტრაპეზი, რომელზეც სთავაზობენ ცოდვილს, რომელიც ღმერთს შეურიგდა სულიერ უხსნელ საჭმელსა და სასმელს, ქრისტეს სისხლს და ხორცს. სახარების იგავი ღვთაებრივი სწავლებაა. ის ღრმა და ამაღლებულია, მიუხედავად ადამიანური სიტყვის არაჩვეულებრივი სიმარტივისა, რომლის შემოსვლაც იქნება ღვთის სიტყვა. ბრძნულად დაადგინა წმინდა ეკლესიამ ამიგავის სახალხო წაკითხვა მომავალ 40-ეულის წინ, რომელი ამბავი შეიძლება იყოს უფრო მანუგეშებელი ცოდვილისთვის, რომელიც დაბნეული დგას სინანულის კარიბჭის წინ, თუ არა ცნობა ზეციური მამის უსასრულო და გამოუთქმელი წყალობის შესახებ მონანული ცოდვილების მიმართ. ეს მოწყალება იმდენად დიდია, რომ მან განაცვიფრა თვით წმინდა ანგელოზებიც, ზეციური მამის პირმშო ძეები, რომლებსაც მისი არც ერთი მცნება არასდროს დაურღვევიათ.
ანუ აქ ანგელოზები გულისხმებიან უფრო ზეებში. ანგელოზები კვირობენ მამის აი ამ მოწყალებას. ისინი ვერ მიხვდნენ. როგორ შეიძლება კაცი ესე დაეცეს ცოდვებში და მამამის მაინც მიუღო და შეიწყალოს და შეიწყაროს. თავიანთი ნათელი და მაღალი გონებით ისინი ვერ ჩასვდნენ ღვთის მიუწვდომელ მოწყალებას დაცემული კაცობრიობის მიმართ. მათ სჭირდებოდათ ამ საკითხზე ზემოდან გამოცხადება და ზემოდან გამოცხადებიდან ისწავლეს, რომ მათთვის აწ მხიარულებაი და სიხარულ ჯერარს, რამე თუ უმცროსი ძმა მათი კაცთან მოდმა მომკვდარ იყო და გააცოცხლდა. იყო გამომსვლელის მეშვეობით ესეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოს და ღვთისათა ერთსა ზედა ცოდვილისა, რომელიც მან შეინანოს. აი დღევანდელი ჩვენი იგავის თავარი შინაარსი სინანული. ჩვენ აი რაც არ უნდა ცოდვებში ჩავიძიროთ. დაემონე ხო თქვათ, ყველანაირი ეს მიწიერი რაღაცები გაიარე. ცოდვებით გაივსე. შენი შესამოსელი დაიბებკა. შენს აზრებს ეს ძოვენ, ეს ღორები, ეშმაკის აზრები. არ გეშვებიან. შეცოდე კიდე მაინც გაწუხებენ, აი რა უნდა ხნა? გაიხსენე რომ მამის სახლში იყავი შენ. ეკლესიაში უნდა მიხვიდე. უნდა სთხოვო, მამაო, მაპატიე, ღმერთო, მაპატიე, შემეშალა, შევწოდე. უნდა თქვა გულწრფელი აღწერება, ნახე მე რაც მიიღებ ზეობას ისე ვისი აღდგება შენი ხარისხი როგორც იყო, კიდევ უფრო მეტად. და შენ ნუ დაუწყებ ყურება შენს უფროს ძმებს. აი დღეს რო იძახიან ამას ეკლესიაში რა უნდა, იმას ეკლესიაში რა უნდა, მე იქ ვერ მოვალ, ვიღაცა შემოვიდა, მე რამინდა იმის გვერდში ვიდგე. ნახე შედაშვები ამით. მასე რო იძახე შენ აკლდები თავად ეკლესიას. შენ მამისეულს აღსაკლდები. და გვახსოვდეს რომ აი ამ ჭაბუკსაც დაემართა. ეს ყველას გვემართება ჩვენ. როცა შენ შორდები მამისეულ სახლს, თუ შენ ეკლესიაში ხარ, კი რაღაცა გემართება ბუნებრივია, მაგრამ ეკლესიაში ხარ. კრებულში ხარ, მოძღვართან ხარ, ძმებთან ხარ, ქრისტიანებში ხარ. მაგრამ შენ რო ჩემი მარტო ეკლესიის გარეთ, აი მაგარიც რომ იყო ბჭყალებში ქრისტიანი, ხო? რაღაც მაინც დაგემართება. ხარ ეკლესიის გარეთ. კოჭლეცხვარი თუ ფარაშია, მას გელი ვერ ვნებს და ძლიერი ცხვარი თუ რჩება ფარდილაში, მას გელი შეჭამს და წაიტაცებს. აი ჩვენ ამიტომ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა ვიყოთ ეკლესიაში დღევანდელ ცხოვრების წესს უნდა ზურგი ვაქციოთ, რო გვთავაზობენ თავისუფლებას, ვითომ თავისუფლებას, ტყუილს, ცოდვას, დაცემას, დამონებას ცოდვაზე. ეს არაა თავისუფლება. შენ რო კანკალებ და თავს ვერ მართავ, ეს არაა თავისუფლება. ეს მონობაა ცოდვისა. და რამდენი ადამიანი რეებს აღარ ჩავდივართ ჩვენ და ჩავდივართ ადამიანები. მაგრამ თუ შენ მოტრიალდები და ღმერთს სთხოვ პატიებას, ის გაპატიებს. ისე ხელზე ბეჭედს გაიკეთებს. როგორც შვილს, იცი გაღიარებს. აი ღმერთ მამისი ჩვენ ნიჭი მოგცეს სინანული. გულწრფელი სინანული ჩვენ ალბათ ყველა ვაცნობიერებს თუ დღეში ვართ, როგორ ცოდვებში ვართ. გონებრივია ეს, ფიზიკურია, თუ რამდენაირია. და ხვდებით რომ ეს ეშმაკი ჩვენ თავს არ გვანებებს. ამიტომ მოინანიე, გამოსწორდი და დაუწყე ცოდვას ბრძოლა.
ღმერთმა ამის ძალა და უნარი მოგცეს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა